კრიზისი უკვე ითარგმნა ეკონომიკურ კრიზისში და ამ ყველაფერს ცხადია მოჰყვება ეკონომიკური კოლაფსი. ეს არის განცხადებები, რომელიც ჩვენ დღეს მოვისმინეთ ექსპერტების მხრიდან, რომლებიც ესწრებოდნენ ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრას. დღევანდელ შეხვედრაზე კი ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებმა დააფიქსირეს პოზიცია, ისაუბრეს იმ შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც დგას ქვეყანაში ეკონომიკური თვალსაზრისით და ასევე ეს ეკონომიკური კრიზისი უკვე დაეტყო მათ ბიზნესებსაც. ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ ნამდვილად გარდაუვალი იქნება რამდენიმე თვეში ეკონომიკური კოლაფსი და მათ შორის ისინი საუბრობენ სანქციების ეფექტთან დაკავშირებით, რომელიც უკვე დააწესა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ქართული ოცნების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. ისინი ამბობენ პირდაპირ და ხაზგასმით იმას, რომ ის ბიზნეს წარმომადგენლები, რომლებიც ახლა არიან ბიძინა ივანიშვილის გვერდით და ეთანხმებიან ოლიგარქის პოზიციას და პოლიტიკას, ისინიც სწორედ არიან ამ საფრთხის ქვეშ, რომ შემდგომი სიაში იქნებიან, ვისაც დაუწესდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სანქციები. დრო აღარ იცდის, ეკონომიკა არის ჩამოშლის წინაშე. ეს იყო მთავარი განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ დღევანდელი შეხვედრის მხრიდან, ვინაიდან როგორც ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები, რომლებიც ესწრებოდნენ დღეს შეხვედრას და ეს შეხვედრა იყო სწორედ იმისათვის, რომ აზრების გაცვლა მომხდარიყო. თითოეული მათგანი თანხმდება იმაზე, რომ საქართველო და ქართული ოცნება აღარ არის სანდო პარტნიორი ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისთვის, პარტნიორებისთვის და გამომდინარე აქედან იზოლაციაში ექცევა ქვეყანა. ამ იზოლაციას კი მოჰყვება უკვე გაგრძელება, შემდგომი ნაბიჯები, მათ შორის ეს იქნება, რომ ინვესტორები აღარ ჩადებენ ინვესტიციებს საქართველოში და ეს ყველაფერი რამდენიმე თვეში უმძიმეს შედეგებს მოიტანს თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ თავი არ უნდა მოვიტყუოთ. ამ პროცესს აუცილებლად ბოლოში მოხდება მეტად კონკრეტული, შეიძლება ზოგისთვის მოულოდნელი პოლიტიკური და ვიმეორებ გეოპოლიტიკური შინაარსის გადაწყვეტილებები. ნებისმიერი ესეთი აქტი, რომელიც მიმართული არის ქვეყნის იზოლაციისკენ, მისი ეკონომიკური სისტემის განმარტოვებისკენ, განცალკევებისკენ და ვინც ამ გზას ადგას, მე მათქვი მიდავკითხო, რა სპირდება ქართულ ამომრჩეველს, არა მარტო სხვა ამომრჩეველს, არამედ საკუთარსაც მათ შორის.